დილამშვიდობის არა, საღამოშვიდობის ოდნავ მეთქვა, მაგრამ დილამშვიდობას უფრო ითვლება ეს ერთი სიტყვით, რომელიღაცა ოდრი გადაირია, გადმოქანდა და გადაწყვიტა, რომ მომწეროს თავისი ჭკვიანური აღმოჩენები. გუშინდელ ვიდეოზე მეგობრებო, როდესაც გაგიჟღერეთ, რომ ესე იგი დედამიწა გადარჩა და სიტყვა გამოსულია და მოკლედ ძალიან ჭკუაზე აღარ ვართ და ესეც ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომელიც ამოიხსნა მანძილის შემდეგ, რომელიც ამოიხსნა ესე იგი მე-13 თვის განმარტებით, მაგალითად როგორიც არის 13 თვე და 28 დღე თვეში. და ასე შემდეგ უყურეთ უბრალოდ გუშინდელ ლაივს და ყველაფერს კარგად მიხვდებით, რაზეც მაქვს საუბარი. უბრალოდ რომელიღაცა ადამიანები, ჯგუფი, დაჯგუფება თუ ასე შემდეგ, მოკლედ ერთი სიტყვით დაფაცურდნენ. 20 წელია ეგ ყველაფერი მოხდა, თქვენ სად იყავით? მეუბნება ეს ტიპი რა. ეხლა მეორე. ეგ ყველაფერი თქვენამდე განმარტეს. ეხლა მესამე. თამარ უკვე აღმოჩენაზე დრო არ დაკარგოთ, გაეცანით ნაშრომებს და საქმეს დააჩქარებთ. ხო და მოკლედ ეს ტიპი ცდილობს, რომ შემატენოს თავიანთი ნაშრომები, რომლებიც წიგნად გამოსცეს, რომლებიც გააკეთეს ბიზნესები, სულიწმინდის მიერ მოწოდებული ინფორმაციებით. არ ვიცი ხარ რამდენად განმარტებულია ის, რაც მე განმარტე გუშინ, მაგრამ საქმე იმაშია, მეგობრებო, რომ როდესაც სულიწმინდა გაწვის წიგნს კი არა ინფორმაციას და შენ ამას წიგნად გამოსცემ და მე იმაში გაგაქვს, რა ქვია, ხალხში გაგაქვს ეს ინფორმაცია, თვითონ აჯდები ამ ინფორმაციას, როგორც მე მაგალითად YouTube-ზე არ გამოხვედი 20 თქო რა 20 წლის წინ არ იყო ეს YouTube, 20 წლის წინ არ იყო მედია, 20 წლის წინ არ შეგეძლოთ ადამიანებისთვის მიგეწვდინათ ეს ინფორმაცია, მაგის დედავატირე, 20 წლის წინ არ საუბრობდა ჯორჯაძე, 20 წლის წინ არ საუბრობდნენ ხალხი ამაზე, მაგრამ სად იყავით თქვენ? და ეხლა გამოხდით, ოცმეთა თამარ, ეგ უკვე აღმოჩენილია. ნაშრომები შეიკეთეთ უკანალში, აი პირდაპირ არც მაციებს და არც მაცხელებს ეგრევე გეუბნებით რა. აღმოჩენილი მაშინ არის, როცა ადამიანი თავად მიაგნებს. გესმით? ეს არც დროის ხარჯვად ითვლება და არც კიდე ტანჯვად რო იცოდეთ რა. და აი ახლა მოდი ეს მესამე აღარ იმას ქვენი. გეტყვით ერთამეს რა. არ ვიცი საერთოდ ვინ ხარ ოდრიო. არ ვიცი საერთოდ ვინ ხარ, რა ხარ და ეხლა გამოხდი, ესე იგი ამდენი ხანია 4 წელია ამ საკითხებს განვიხილავ, არც ერთ საკითხში ერთი სიტყვა არ დამეხმარე და ეხლა მეუბნები მატენი შენ რაღაცა წიგნს, რომელიც ეგ რამდენი ხანია აღმოჩენილია, წაიკითხე. ადექი და შენ მომისვინე, მე რატო უნდა წავიკითხო შენი ნაშრომი, რომელიც შემამდე ვერ მოვიდა. შენამდე ხო მოვიდა ჩემი ნასაუბრები? როგორ ფული გადაიხადე მაგაში და ისე მოვიდა? არა ხო? მე რატო უნდა გადავიხადო იმაში ფული, რაც შენ 20 წლის წინ მოგაწოდა სულიწმინდამ და შენ კიდე ეს შემომყიდე წიგნის სახით. იცი რა, მეგობარო? აი ესეთი ვაჭარი ხალხი, რომელიც იმ ცოდნას, რომელიც ეწოდება ზეციდან ფულად აქცევს, აი თქვენ რას იმსახურებთ, იცი? აი ამ შუათიცაც იმსახურებთ, ჩააფურთხესაც იმსახურებთ და ყველაფერს იმსახურებთ, რაც კი არსებობს რამე ისე იგნორი. საერთოდ იგნორს იმსახურებთ. და დანარჩენები ახლა ამდენი ხალხი, რომლებიც გავართ აქ, ლაპარაკობთ, მოვითხოვთ, სიტყვა გამოვიდეს უნდა, სიტყვა, მე-13 ერთი ის მაინტერესებს, ერთი დროის კარგვად რა ითვლება, ის რომ 20 წლის წინ მიხვდი და საერთოდ ვერაფერი ვერ გააგნე და ვერაფერი ვერ გააკეთე, თუ ის რომ მე ეხლა მივხვდი და უკვე საქმეში ვარ. ის რომ მე ეხლა მივხვდი და უკვე სიტყვა გამოვუშვი ხალხში. ხო და შენ თუ ჩაკეტე ეგ სიტყვაზე დააჯექი ილია მეორესავით, კრუხივით, რა ვიცი, გველივით თავის წიწილებს როაჯი, ეგ არ მაინტერესებს მე რა. მე იცი რა მაინტერესებს მეგობარო? ის მაინტერესებს, რადგან ღმერთი მაკეთებინებს, ის გავაკეთო.
და შენ რასაც ღმერთი გაკეთებინებს, შენ იმას ადგები და მამონას ემსახურები მერე. თუ მამონას ემსახურები, ღმერთს ვერ ემსახურები, არ გითხრათ ქრისტემ, რომ ორ ბატონს ერთად ვერ ემსახურებითო? ღმერთი შენ გაძლევდეს და შენ მამონას პირში აყრიდე? ანუ ეგ არის სრულიად დაუშვებელი. ხო და ახლა შენ რო გინდა რომ მე წავიკითხო შენი ნამუშევრები, გირჩევნია რომ შენ დადო ეგ შენი ნამუშევრები, გადადო გვერდზე და მომისმინო მე. იცი რატო? იმიტომ რომ მე ხალხს არ მივყიდე ცოდნა. შენ მიყიდე ცოდნა. ასე რომ მეგობრებო, თუ ვინმეს რამე გაგიგიათ ამის შესახებ, გუშინ მე რაც ავხსენი და სადმე წერია, საინტერესო იქნება მომწერეთ ერთი. მომწეროთ, თამარ მე ეს რა 20 წლის წინ წავიკითხე. 20 წლის წინ აზრზე არ არის ტიპი რეკლამას იკეთებს ისევ და ისევ რა. 20 წლის წინ რომ ეს ამოხსენი. ამისათვის რა ნაბიჯები გადაადგი შენ, რომ ის სიტყვა დაგემკვიდრებინა, რაც ღმერთმა მოგცა, რომ საქართველო და ქართული ანბანი და ქართული ლაზარე არის ანი და ჰოე და უპირველესი. და ქართული ლაზარე ასწორებს ყველაფერს. რა გააკეთე ამისათვის წიგნი გამოეცი და გაყიდე? ბრავო, ბრავისიმო, ტაში. რა კარგი საქმე გაგიკეთებიათ. ოდრი იმის არ იყოს თამარ ასანიშვილის სხვებს მოპარა ინფორმაციები თვითონ აზრზეც არ არის, სხვისი ნასაუბრები ჩაწერა წიგნში და გამოსცა მე თვითონ არის დიდი მეცნიერი ქალბატონი. და მე მეუბნება, ქალბატონო თამარო, თქვენო ყველაფერს ურევთ ერთმანეთშიო და ხალხს ტვინს ნუ აურევთო. არა, ჩემი წიგნები უნდა გაიყიდოს მანამდე სხვების ინფორმაციებით რომ ავაწყე და მოპარეო, ხო? ქალბატონო თამარ ასანიშვილო, ჩააფურთხეთ და აი შუათითიც თქვენ გეკუთვნით, თუ გინდათ. თუ არ გინდათ, არ გეკუთვნით. ასე რომ ჩამოკარგება, ბევრი ოცნავი ადამიანი გამოხდება ახლა და ეს ხო ვიცოდით. თუ იცოდი სად იყავი? დებილ. არ ვიცი მოკლედ რა. კაკარი ჭამეთ მეგობრებო, ტენისის კარგია. წავედი ახლა გემშვიდობებით.